რამდენიმე წამის წინ გამოაცხადა მოსამართლემ გადაწყვეტილება მან 8-ვე დატოვა კვლავ პატიმრობაში. მანამდე კი გავიგეთ, რომ დაკავებულები, რომლებიც სასამართლო დარბაზში იყვნენ დილიდან და მას შემდეგ რაც პროტესტის ნიშნად დატოვეს სასამართლო დარბაზი, მოსამართლემ მანამ სანამ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, ისინი უკან პენიტენციურ დაწესებულებაში გააბრუნა. როგორც ვიგებთ, ოჯახების დიდი ნაწილი უკვე წასულია, მათი ინტერესების დამცველების რჩებიან ადგილზე. ამიტომაც მიუხედავად იმისა, რომ ისინიც პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდნენ პროცესს, რომ გვითხრათ, თქვენ იყავით რაღაც პერიოდი განახლების შემდეგ პროცესზე. გაგიკვირდა თუ არა მოსამართლის გადაწყვეტილება დავიწყოთ აქ? პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ოჯახის წევრებმა იმიტომ დატოვეს, რომ მათი ოჯახის წევრები უკან გააბრუნეს ციხეში და შესაბამისად მოსამართლე რა გადაწყვეტილებას გამოიტანა, ყველასთვის უკვე ცნობილი იყო და მოსამართლის ლოდინს არანაირი აზრი ჰქონდა. მეორე ასევე ნიშნულოვანი გარემოება არის ის, რომ გადაწყვეტილება უკვე გამოტანილი ჰქონდა მოსამართლეს და სწორედ ამის გამო ისინი უკან პენიტენციურ დაწესებულებაში გააბრუნა. ასევე მოსამართლე მთელი ამ დღის განმავლობაში არ ღვევდა რიგ კანონმდებლის მოთხოვნებს. ეს იყო ის, რომ სახაზინო ადვოკატი დანიშნა მაშინ, როდესაც კერძო ადვოკატი იყო, ასევე აცილების შუამდგომლობებს არ აკმაყოფილებდა, ასევე დაცვის ხარეს ელემენტარულ შესაძლებლობას არ აძლევდა შუამდგომლობა დაეყენებინა. შესაბამისად აღნიშნული მოსამართლისგან ამ გადაწყვეტილებას რომ მიიღებდა, ჯერ კიდევ დილითო იყო ცნობილი, როდესაც ჩემი და თქვენს ყობები ამბობდნენ და იქ იმას დაადასტურა, რომ უჰაერობის გამო ცუდად გახდა და პირველ დარბაზში არ გადაიტანა პროცესი. ამის შემდეგი საფუძველი იყო ის, რომ წინასწარ პოზიციებს გამოავლენ და შემდეგი საფუძველი იყო ის, რომ პირები, რომელიც ზონა ემჟელა გირაოში დატოვებდა თუ არა, მათ არ მისცა შესაძლებლობა განახლებულ პროცესზე პოზიცია დაიფიქსირებინათ სურდათ თუ არა და როდესაც მოვითხოვე ეს დოკუმენტი მასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა დოკუმენტი მათი, რომ არ სურდათ პროცესზე მონაწილეობა, მან განაცხადა, რომ ასე დოკუმენტი არ ქონა. ასევე საქმეში მოწვეული ადვოკატები, სახაზინო ადვოკატები ორდერის გარეშე ჩართოს საქმეში, რომელი ორდერს ვერ წარმოადგინა და შესაბამისად ასეთი უკანონო გადაწყვეტილების შემდეგ რა თქმა უნდა მისცია ესე დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას. ველოდით, მე პროტესტის ნიშნად ვიყავი გარეთ და ახლა გამოიტანა ეს გადაწყვეტილება. მადლობა. თქვენც გითხავთ, ახლა მიიღო მოსამართლემ გადაწყვეტილება 8-ვე პატიმრობაში დატოვა. რას ფიქრობთ, მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება? არა, საყვარელო არ იყო მოულოდნელი. ჯერ რა უნდა მოვთხოვო მოსამართლეს, როცა დილიდან აქავართ 10 საათიდან და ბავშვები ისე გადაიყვანეს ციხეზე, რომ არ ვიცოდი ჩვენ ოჯახის წევრებმა და ვდგევართ და ჩვენი შვილები რომ დაგვენახა იმ პატარა შუშაში. მაგის გულისთვის ვიდექით აქ თუ არა, წავიდოით სახლებში, ხო? გადაწყვეტილება ისედაც ვიცოდით, რომ მაგას იზამდა, იმიტომ რომ ესენი არ არიან ადამიანები, ესენი არიან საქონლები, მეტი არაფერი რა, დიდი საქონლები. მაგრამ ამათი დღეც დადგება აუცილებლად. მე ვიამაყებ ჩემი შვილი და ამათ შვილებს შერწყებათ თავისი მამების და დედების რა. მე ნამდვილად ვიამაყებ. მადლობა თქვენ, თორნიკე გოშაძის დედა ვარ, ისედაც იგიძლიათ თორნიკეს მიმართოთ, სავარაუდოდ უკვე დაწესებულებაშია და გიყურებთ. თორნიკე, ძალიან განნერვიულდი დედი, თუ მოусმენ შენ ჩემ გადაცემას, არის ნერვიულო, შენ ხო იცი ჩემი ემოციები, იმიტომ რომ მე არაფრის არ მეშინია. საერთოდ ხო იცი რომ რამდენად ძლიერი ადამიანი ვარ. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ შენ იყო ჩემი და ნინოს გვერდით, მე ვამაყობ შენით, მე გაგზარდე შენ ძალიან კარგი შვილი და არაფერი არ გამიჭირდება. ცოტა ხანი მოვითმინოთ და ყველაფერი დამთავრდება კარგად, იმიტომ რომ შენ გვერდში დგას მთელი საქართველო. თქვენ გვერდში დგას მთელი სოფლიო, არა მარტო საქართველო. მთელი სოფლიო დგას თქვენ გვერდში. ჩვენ პრეზიდენტსაც შევხვდებით, სალომე ზურაბიშვილს, რადგანაც არ ვცნობ პრეზიდენტად ხაველაშვილს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ იყოთ ძალიან კარგად. მე მადლობას გიხდი დედი შენ, იმ შვილობისთვის რა შვილიც ხარ შენ და ამაყი ვარ შენი. მადლობა თქვენ. ასეთი არის ოჯახის წევრის გოშაძის დედის პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ აქ მოვიდა, იმიტომ რომ საკუთარი შვილი ემონახა. ძალიან ემოციურია ის კადრები, რასაც ახლა ვხედავთ. რადგან განიცდიან მოქალაქეები თავიანთი ახლობლების პატიმრობაში დატოვებას, რადგან მაინც იტოვებდნენ იმედს, რომ შესაძლოა მათ გადაწყვეტილება მოსამართლეს შეეცვალა და
გამოიტანა ისეთი გადაწყვეტილება, თქვენს რომ გვითხრათ ხომ, დღევანდელი გადაწყვეტილება რას ნიშნავს თქვენთვის? აქეთ რომ ნებისმიერი ეს გადაწყვეტილება, ვითომ გადაწყვეტილება, რაც მოვისმინეთ, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სამართალი არ გააჩნია. ეს ქვეყანა თითქოს ჰაერში აქვს აწეული. მე ვერ ხვდები სად ცხოვრობ ამ წამსთან. ეს არ გაჩერდება, არც ჩერდება, არავის არ დაანებებს ახალგაზრდებს. ახალგაზრდების დაჩაგვრას არავის არ დაანებებს, დედების, მშობლების, ქართველი ხალხის დაჩაგვრას ეს ქვეყანა, ამ ქვეყნის ხალხი არავის არ დაანებებს. მე პირადად და ყველა ჩემი თანამოაზრე მეგობარი, ახლობელი და მთელი ჩემი ქვეყანა ზუსტად ვიცი მოკვდება ამის გამო და ეს არ მოხდება პირიქით სამართალი იზეიმებს რაღაც დროს და ცოტა მეცოდებიან რომ თვითონ მოუწევთ ანალოგიური პროცესის გავლა. და ვეცდები გავესაუბრო აქ მოქალაქეებს, თქვენც რომ გვითხრათ, მოულოდნელი იყო დღევანდელი გადაწყვეტილება, რაც მოსამართლემ გამოაცხადა. დამხობა რეჟიმს! დამხობა რეჟიმს! აი ეს არის მოქალაქეების პასუხი, რომ გვითხრათ, რაც გადაწყვიტა მოსამართლემ. მოულოდნელი იყო თუ გრძნობდით რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღო? არ იყო მოულოდნელი და ამ განაჩენით სასამართლომ განაჩენი გამოუტანეს საქართველოს. აი ამ მოსამართლებმა განაჩენი გამოიტანეს მთლიანად ჩვენს ქვეყანას. და ეს განაჩენი არის ახალგაზრდების დასჯა. ეს ახალგაზრდები არიან ტყვეები, რეჟიმის ტყვეები. მოსამართლე კიდე არის მონა, ბიძინას მონა. მადლობა. აქ არის ასევე ნიკა კაციას ძმა, რომელიც სოლიდარობას უცხადებს დაკავებულებს. თქვენც რომ გვითხრათ, რატომ ხართ აქ დილიდან და ახლა რაც მოვისმინეთ, მოლოდინი გქონდათ თუ არა? პირველ რიგში ერთადერთი მიზეზი თუ არა აქვს ის ადამიანები, ვინც ამ რეჟიმმა დაატყვევა, მათ მხარდასაჭერად ყველანი ჩემი ძმები არიან, ყველანი ჩემი მეგობრები არიან და მათთან ერთად მათი თავისუფლებისთვის და საქართველოსთვის ვიბრძვიმეც. მეტი არაფერი. მოლოდინებს რაც შეეხება, ერთადერთი რაც არის, არაფრის მოლოდინი არ მაქვს აბსოლუტურად. მაქვს იმ დღის მოლოდინი, როცა ეს რეჟიმი ჩამოიმხობა და დამთავრდებიან ერთხელ და საბუნდაოდ. მადლობა. ყველა შეკრებილი ფიქრობს, რომ უნდა დასრულდეს ეს რეჟიმი, რადგან ის უსამართლოდ ატყვევებს მოქალაქეებს. თქვენც რომ გვითხრათ, რას ფიქრობთ იმ პროცესებზე, რაც ბოლო 2 დღეა ამ შემთხვევაში სასამართლოში ვითარდება? მარაზმი, სხვა არაფერი ახსნავას არ აქვს. ყველანაირი კანონობა, ყველაფერი საშინელება, არ ვიცი. კიტუშკები გარეთ ხალხს ებრძვიან და ბავშვები არიან ციხეში. მეტი რა არ ვიცი რა უნდა გავაკეთო. იბრძვით ბოლომდე, არ გავჩერდებით არასდროს. მადლობა. არ გავჩერდებით არასდროს, ასეთია აქ შეკრებილების შეფასება. ახლა ვნახავთ რა ხდება და გაჩვენებთ კადრში რა ხდება სასამართლოსთან. სასამართლოს შესასვლელში არიან სამართალდამცველები, ისინი შესასვლელის წინ დგანან და არაძლევენ შესაძლებლობას მოქალაქეებს შესვლის და აქ დგანან კიბეებთან მოქალაქეები. ვნახოთ რას მიმართავთ. დამხობა რეჟიმს! თავისუფლება ხვდებით! თავისუფლება ხვდებით! დამხობა რეჟიმს! თავისუფლება ხვდებით! უსამართლო სასამართლო! ხალხის ძალის გაშინოდეთ! 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 ყველგან პოლიცია! არსად სამართალი! ყველგან პოლიცია! გითხრათ თან, რა არის სიმბოლურად ვის ნიშნავს გასწავლება? ეს არის ბალაკლავა, იმიტომ რომ როგორც წესი, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონს არ ღვევს მაშინ, როდესაც სახე არ უჩანს. რამდენიმე ადამიანს სახე უჩანს და შემიძლია რომ ბალაკლავა, ვათხოვო ან ვაჩუქა და ეს ონისეს მიერ სიმბოლურად ნაჩუქარი ასანთები, რომელიც კიბეზე რომ იდო არ ესიამონა. ნაგავში გადამიგდეს, მაგრამ ამოვიღე. შეგიძლიათ აიღოთ.
ასეთი სკოლოფები გემახსოვრებათ გუშინდელი სასამართლო პროცესიდან, როდესაც ონისე ცხადაძემ იმის დასადასტურებლად, რომ აბსურდულია ყველა ის ბრალდება, რასაც მას ედავებიან, ისროლა სასამართლოს ხდომაზე ასანთი პროკურორების მისამართით და უთხრა, რომ თუ უბრალოდ მუყაოს როლის გამო მას 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება, მაშინ ასანთის როლის გამოც რამდენიმე თვე შეიძლება მიუმატონ. აქცია პროტესტი გრძელდება სასამართლოსთან, მოქალაქეები აპროტესტებენ ამ გადაწყვეტილებას. თქვენც რომ გვითხრათ, სურვილი გაქვთ, რა არის, რასაც ხედავთ? ჩვეულებრივი ცირკი არის, რომელმაც მოაწყო ივანიშვილმა და წაგვართვა აბსოლუტურად ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი, მათ შორის სასამართლო, სადაც თვითონ წყვეს თუ რა განაჩენი გამოიყენოს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სადაც დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვიან. თქმა შეიძლება სასაცილოა რა, მართლა ცირკი არის. დღეს წარმოუდგენელი რაღაცა მოხდა. სასამართლოში გაგვარბიეს და რას კი შეეხება თვითონ მოსამართლეებს არანაირი ძალაუფლება არ გააჩნიათ, იმიტომ რომ ბანალურად დარბაზის შეცვლასაც კი როცა ვითხოვდით, ეგ გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ანუ უჭირდება შეათანხმონ ივანიშვილთან, როგორც ჩანს, ქართულ ოცნებასთან ნებისმიერი გადაწყვეტილება. ცირკია და ცირკია. ასეთი სიტუაცია არის ახლა სასამართლოს ეზოში. ჩვენ ვიტოვებთ ახლა კაცს და მის შემდეგ შემოგიერთებით პროცესების განვითარებაზე.